გლეხურად რო ვიკითხო, რამ უკბინათ ახლა ამათ? რა რეფორმა აუწყდათ? რა არის რეალურად ამის მიზეზი? რეფორმას ესენი პრინციპში იძულებით იწყებენ, იმიტომ რომ სისტემაში არ არის ფული. ანუ ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა ქართული ოცნება, მდგომარეობს იმაში, რომ არც განათლების სისტემაში, არც მეცნიერების სისტემაში სამწუხაროდ არ არის რესურსები და სჭირდებათ ამ რესურსების დაზოგვა. მაგის ბევრად უფრო მარტივი არის დახურონ ქვეყანაში ეს პროგრამები და ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ირიბის შედეგი ამის არის ის, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ახლა უბრალოდ გაჩერებული არის და ვერანაირ დაფინანსებას ვერ იღებენ. სინამდვილეში ხო გითხარი, ეს და მერკანტილურია ეს ყველაფერი რა, ყველა მხრიდან. ერთი მხრივ ეს არის როგორც გითხარი, შენობების გაყიდვა და ამითი ამგზის ფულის გაკეთება, მეორე მხრივ ეს არის ისა ძალაუფლების დაბრუნება და ამ ძალაუფლების ფულის გაკეთება, რეპეტიტორები, ჩაწყობები, ფულის მიტანები, როგორც იყო რა საბჭოთა კავშირში რა. ერთადერთი რასაც შეიძლება იფიქრო აი ამაზე, რასაც უყურებ, მე მგონი ეს რეალური ჰიპოთეზა ეს არის, რაც შეიძლება ამის შესახებ ჩამოვაყალიბოთ, რატო კეთდება ეს ყველაფერი. ნუ პლუს რა თქმა უნდა, ეგ არის როგორც ჩანს რუსეთის დავალება, რაღაცა ევროპას მოწყდომა, ევროპულ სივრცეს მოწყდომა და ასე შემდეგ რა. კომპლექსურია.